კი ბატონო, თქვენთან ჩართვა იყო მგონი, ხო? ზუსტად აი პატარა მონაკვეთში, როცა ის თავისუფალი იყო, აი დაკავებიდან დაკავებას შორის, მას ამ დროს ამოეწურა ის წინასწარი დაკავების ვადა და შესაბამისად. ხა რაც შეეხება მის დაკავებას, ნუ მართლაც სანამ დაკავებაზე გადავალთ ერთი რაც მინდა გითხრათ დღევანდელი ფაქტი რაც სასამართლოში მოხდა იყო შემდეგი კი რა თქმა უნდა ვიყავით სასამართლოზე და ანუ ჩვენ ბოლო წუთამდე არ ვიცოდით როდის ჩაინიშნებოდა სასამართლო სადღაც 20 წუთით ადრე დაურეკეს მისი ოჯახის წევრს და ნუ მოგეხსენებათ ხო 20 წუთში საქალაქო სასამართლოში საიდან უნდა მიხვიდე ამ დღევანდელი საცობების პირობებში გამორიცხული იყო ადვოკატიც იქ არ იმყოფებოდა ადგილზე და სასამართლო პროცესი დაიწყო ადვოკატის გარეშე. ანუ სასამართლოს უნდოდა რომ პროცესი ადვოკატის გარეშე წარმართულიყო, ანუ დაცვა დაეტოვებიათ საერთოდ დაცვის გარეშე. ну იქ მისმა ოჯახის წევრმა გააპროტესტა ეს ამბავი და ну შესაბამისად ну გაითვალისწინეს ეს და მადლობა ამისთვის რომ აი ადამიანებს ეგ აი რას გვაჩვენებს ეს ტენდენცია ეს იყო ჩემი კითხვა ის რაც ხდებოდა დღეს სასამართლოზე უკვე ჯარიმებით რომ ვერაფერს გახდნენ დაიწყეს ადამიანების დაკავება 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ლევან ზაზაძეს რომელიც და მის დაკავებას მოყვა იქ პროტესტი და შემდეგ მანდატურები გაუსწორდნენ იმყოფ ადამიანებს ზოგადად ეს ტენდენცია რას აჩვენებს და აი რა უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამაზეც რომ ზოგადად ეს ტენდენცია აჩვენებს ერთს რომ რეჟიმი დღევანდელი რეჟიმი ცდილობს მაქსიმალურად გაიმყაროს მისი ძალაუფლება მან ბევრი რაღაცა ქმედება განახორციელა რაც მისი აზრით თამაში დაეხმარებოდა მათ შორის იყო ეს ფინანსური სანქციებიც, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს მათ, მაგრამ ნუ შეხედეს და ეს ობიექტური რეალობა არის, რომ ხალხი არ შეშინდა, ეს არ იყო საკმარისი, ასე ვთქვათ და გადავიდნენ ახალ ეტაპზე, დაკავებების ეტაპზე, მათ ალბათ აქვთ ამის იმედი, რომ ესე ნელ-ნელა გამოხშირვით ამ პროტესტს დააგდებენ და ну არ ვიცი შემდეგი ეტაპი რა იქნება ალბათ დახვრეტას დაიწყებენ თუ ხო